ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება გასაღების ფაქტზე შპს ბატონოს ხელმძღვანელი დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა 2025 წელს სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში 380,792 ლარის ღირებულების 24,177 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციას და შპს სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას. აღნიშნული პროდუქცია განკუთვნილი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის. ამოღებულია 17,241 ერთეული ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი. ასევე დადგინდა, რომ პროდუქციის დამზადების და ნედლეული შენახვის პირობები არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს. ამოღებულ პროდუქტებზე ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, კონსერვი არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს და უვარგისია მოხმარებისთვის. რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. გარდა ამისა, გამოძიების ცნობით, კონსერვის შიგ თავზი თევზის ხორცის მასიური წილი და ენერგეტიკული ღირებულებით არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.